დღემშვიდობის გამარჯობა. მოვიხსენით მასე მეთქი რა მაწუხებდა. აი ეს ნაშასველოდები კომპიუტერი აქ მოტანილი ერთ ადგილას აი გასაკეთებლად. რათა ორი ციფრი არის მაშვებაო და ციფრი რაღაცა და 200 არ იკრიფებაო. კაი დიდი ხნის კომპიუტერი კი არა 10 წლის დაახლოებით, ცოტა მეტი. 11. მაგრამ ძალიან ძლიერი კომპიუტერია და ამ ხნის მანძილზე მარტო 2 კნოპკა ის უქნდა რა აღარ კრეფავს და მაგაზია წამოსულა თან მიტრას ფუთებს ველოდები. აქედან ახლა ჩვენ წავიღებთ. დღეს მიტრას ფუთებს ჩავიბარებ. მეორადები რო ვიყიდე. ხო და სანამ ლაშასველოდები ჩავწერ ვიდეოს რო თან ჩემთვის არ მოვიწყენ აქ. თან სიმაბეთყობა კიდეც. ხო და გამოგვივა ვლოგი, იმიტომ რომ სახში ვარ სავარაუდოდ ვერ მოვასწრებ, რადგან სახში რომ მივალთ რა ვიცი ისე მალე ღამდება რომ მე მგონი ხერხს დღესაც ვერ ჩავთავ და სავარაუდოდ ხვალ დავხერხავ. გავხერხავ იმ ნახატის იმას და ხვალე უნდა დავხატო აუცილებლად რომ ლაკი გაშრეს რომ ჩავაბარო პატრონს. ხო. ეხლა ამ სიცივეზე თავი ამტკივდა მაგრად. დღეს ახონა ნინიკოს სტარტები. გადავუღე რაღაცა ვიდეოები და მე ჩავსვა ლაგალაკ ალბათ სავარაუდოდ. ძალიან მაგრად ითამაშეს, ძალიან მაგარი კლასი ყავს, ძალიან სხარტად ირბინეს. კარგად ჯობნიდნენ. მაგრამ ისა გული დასწყდათ, იმიტომ რომ დაუმსახურებლად წააგებინეს. აი ესე გაბედულად ვიტყვი რა ეგრე იყო. ეგრე იყო. ზოგადად მე თუ მკითხავ, ადრე შაშან ჩვენ შევატარეთ გახსოვთ ალბათ თვითონ ჩვენივე კლასში და უბრალოდ კარგად ვიხალისეთ მშობლებმაც, ბავშვებმაც და რა თქმა უნდა ანგარიში უნდა დამთავრებულიყო ყველა ვარიანტში ფრედ. ზოგადად ესეთ პატარებს ესეთ შეჯიბრი რატო არა ყველანაირ ფიზიკური აქტივობა უნდა ჩაუტარდეთ, მაგრამ ყველანი არიან მოტივირებულები იმისთვის რომ მოიგო, ხო? ყველას უნდა რომ მოიგო, რა თქმა უნდა იციან რომ სავარაუდოდ წააგებენ, მაგრამ მაინც უნდა რომ მოიგო. და ჩემი აზრით ესეთ რაღაც როცა ტარდება აუცილებლად უნდა დამთავრდეს ფრე. არ აქვს მნიშვნელობა თან იყო რაზე იცი? ნახევარქულასე იყო ლაპარაკი და ხო და ბავშვებს კი უთხარით რომ ყველა ვარიანტში მოგებულები ხართ თქვენ. არაუშავ, მაგრამ ძალიან განიცადეს, იმიტომ რომ ყველანი ფიქრობდნენ რომ დაუმსახურებლად მიანიჭეს წაგების ის და ძალიან განიცდიდნენ რა და აი მე რომ უყურებდი ვფიქრობდი რომ ანუ ესეთი რაღაცები რომ ტარდება აუცილებლად უნდა დამთავრდეს ფრე. აუცილებლად უნდა იყოს უბრალოდ ეგრეთ წოდებული ამხანაგური შეჯიბრი, იმიტომ რომ ნინოს თვალებში ეს რაღაცანაირი სევდა ჰქონდა და არა მარტო ნინოს. გაბრაზებული ნაწყენი ისა რა სხვანაირად აი ძალიან მაგრად ითამაშეს, ძალიან მაგარი ბავშვები არიან, მაგარი კლასი ხავ. ბავშვებო გენაცვალეთ, ძალიან მაგრები ხართ და ყოჩახ თქვენ. როგორც ესენი ასევე იქითა ჯგუფის ბავშვები ყველანი არიან მოგებისთვის, ყველანი არიან სიხარულისთვის რა და მაგათი ფსიქიკა ჯერ ვერ იტანს იმას რომ რაღაცა დამარცხდნენ. როგორ არა უნდა მიეჩვენენ ყოველთვის ვერ გაიმარჯვებენ, მაგრამ როდესაც თამაშს ეხება საქმე და რაღაცას ეს უნდა იყოს ფრე, ეს უნდა იყოს ყველასთვის ერთი დონის და აღარ იქნება გულის წვეტა. თლიანობაში მაგარი იყო, კარგი იყო, მამარდაშს ფორმა ეცვა, ჭკვაზე არ იყო ერთი ბედნიერება და ერთი სიცოცხლე, მაგისთვის იყო ეგ. ხო, ეხა გუშინ ვერ წავშალი არა, კომენტარი არ წამიშლია, დაბლოკე ეს ადამიანი და მე მივხვდი რომ უნდა დამებლოკა, იმიტომ რომ კომენტარიც წაიშალა და უნდა დამეტოვა ერთი, რომ სხვებსაც ეთრია რა. ერთი როგორ იყო 4 წუთის დაწერილი კომენტარი ვნახე და წავშალე რა. დაბლოკე უბრალოდ და წაიშალა და რაც დაბლოკე იცი, არც პასუხის არ გავხდი, ზოგადად მე არც პასუხს არც ვცე. უბრალოდ ეგეთ უჩუმრისპირად ჰოპ და იმიტომ არის რომ ზოგადად ჰეითი არ ჩანს.
ჰეითი არ მძვინვარებს ჩემ არხზე და რატო? არ ვუძღვნი ვიდეოს ჰეითერს, არ ვანიჭებ მაგ სიამოვნებას, არ ვამახვილებ ყურადღებას მასზე. ხო და ესე ბლოკავ ხოლმე თუ სადმე გამოჩი, ძალიან იშვიათად, აი მიხარია, ოღონდ მართლა მიხარია, რომ ამდენიმე 1000 კაცში სადღაცას აუცილებლად ვიღაცა გამოერევა. ეგ მოსულა, ეგ ჩვეულები მზათა ვარ და ეგ ყველანი აცრილები ვართ მაგაზე ბლოგერები სავარაუდოდ. კი ვიძახით ხოლმე რომ ადრე უფრო განვიცდიდი ხოლმე, მაგრამ ეხა არა, აი უბრალოდ ხან გამებრაზება ხოლმე რადეტა ამ ხალხს რაღაცა. დაუმსახურებელი ჰეითი, თორემ მე კრიტიკა ძალიან მაგრად მიყვარს, თვით კრიტიკულიც ვარ საკუთარი თავის მიმართ. ზოგადად კრიტიკა ძალიან მიყვარს. ჯანსაღი კრიტიკა მივესალმე, იმიტომ რომ ჯანსაღი კრიტიკით ბევრი რამე მისწავლე. მაგრამ რატო დავბლოკე ხა ერთი ვიღაცა უნდა გითხრათ. ვიდეოს არ უძღვნი, უბრალოდ აი მინდა ამ ადამიანს არ ვიცი ან არ ყავს, ან არ ვიცი ეხა ერთ მაგას ვიტყვი რომ გუშინდელი ნავაჭრის და გუშინდელი აი სიხარულის ვიდეო რო გამოდიოდი და ხო თქვი კიდეც რომ საკმაოდ დიდი თანხა გავისროლე რა. რო არ შემწყვეს ერთი გუშინ დავხარჯე 400 ლარამდე. ნუ 300. ზუსტად ვთქვათ, მოდი 300 იყოს, იმიტომ რომ 100 ლარი მაქვს ხა ჯიბეში. დავიტოვე სანახელფას ავიღებ, რა ვიცი, ახალი წელი მოდის და გზის ფული და რაღაც ინსტრუმენტებზე დამჭირდება ყველა ვარიანტი. სანახელფას ავიღებ. ხო და ხო ვუყიდე ისა ნინოს ეს არ ვიცი შე რა თქმა უნდა ხალწელს მიცემ ეს სანათი რო ღამის. ხო და ხო შემეძლო რომ ის მამარდას ფორმა არ მეყიდა. თან ეგ პლუს მინუს 20 ლარში იმაშურებდა, იმიტომ რომ მე 20 ლარი მივეცი მამარდაშვილის ფორმაში გუში. და აღარც ვაპირებდი ყიდვას, იმიტომ რომ სადაც მეგულებოდა, იქ სანტა კლაუსის ფორმები იყო მოკლედ სულ ბავშვისები და აღარ არსებობდა და ვიფიქრე რომ ალბათ არც იქნება, იმიტომ რომ ეს არის ზაფხულის ფორმა და სეზონურად აალაგეს თქო რა და სეზონი როცა მოვა ალბათ აღარ გამოჩნდება. და ლაშას ჯემპრი რო ვიყიდე, სხვა შორის ეხა ეგ ჯემპრი შევცვალეთ. ეხა ეგ ჯემპრი შევცვალეთ და იცი განახო. ეთი ფანაირის სტილის იყიდა. იმაში მივეცი 25 ლარი, ამაში მივეცით 20 ლარი. ხო და ხო შეგვიცვალეს რა, ანუ 5 ლარს გვიბრუნებდა ხო უკან ეს ქალი და სხვა შორის კაი სტილის არის, უფრო ანუ თხელია და უფრო კლასიკურია ვიდრე ნაქსოვი და თბილი და რაღაცა თბილი ეხა იქნება და ამიტომ დაუმატე 15 ლარი კიდე და ბოდიში ამ ხმაზე ვიცი რომ და ანალოგიური ჯემპრი ვიყიდეთ კიდევ ესეთი ბორდოს ფერი. ანუ გამოდის რომ ეს ერთი ჯემპრი გადავცვალე დაუმატე 15 ლარი მეთქი მეგიყიდი, მეთქი რადგან მე ვთქვი რომ გიყიდი თქო და გამოვიდა რომ ახალწლად ვიყიდე ორი ჯემპრი და მოკლედ მაგ ჯემპრებზე საიდან მოველდესაც გადავხდი. ნანასი დამემართა, ნანუშკი წოეზე დადის ხო. ხო და როგორც კი ამ ჯემპრების ერთ დახლს გამოვსდი, ხა ძალიან ის უნდა იყო თვალთა ხედვის არის დაკარგული, რომ ფოსფორის ფერი მაისური ვერ დაინახო. შორიდან ვერ დავინახე, მივხვდი რომ ეს უეჭველი მამარდას ფორმა იქნება თქო და 25 ნომერიც ეწერა. და გავიფიქრე, მართლა გავიფიქრე, რომ ხო უყიდე მანა და всё, მოდი ეყოფა და ზაფხულში უყიდე. მაგრამ აი მივტრიალდი და რატომ მივტრიალდი? ზოგადად ნინო არის ძალიან ემოციური. მე არ მგავს, მე არ ვარ ემოციური. მე ვარ ემოციური, შიგნიდან ვარ ემოციური და გარედან ნებისმიერი ემოციის დამალვა შემიძლია. სულ აი ფეხი დამაჭირონ სიკვდილამდე ხმას არ ამოვიღებ, გარეგნულად ვერ შემატყობს ვერავინ. მე ვფიქრობ, რომ კაი ხო ეკაია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეგ თან ცუდია, ანუ ემოციის გამოხატვა უნდა შეგეძლოს და ეხლა მუშაობ მე მაგ თემაზე. ხო, ნინო ემოციურია და მიყვარს, როცა გამოხატავს ალალად მით უმეტეს აი 10 წლისაა და აი ჩვეულებრივი 6-7 წლის ბავშვის
აი ეს გულუბრყვილობა არა აქ ეს სიეშმაკე და რაღაც და ძალიან გამოხატავს წენას, გაბრაზებას, თუ რაც არის ნინოს სახეზე, თვალებზე პირველ რიგში ნინოსთვის თვალები არის რაღაცა მეტყველი ერთ-ერთი ძლიერი ორგანო. ხო და უცბად აი თვალთა ხედვის წინ დამიდგა, რომ როგორ მამარდას ფორმის დანახვისას მას რა მოუვიდოდა. და მეთქი ეს 20, აი სურო ზუსტად 20 ლარიანი მქონოდა და მარშრუტკის ფულიც არ მქონოდა. ვიყიდი, ხო, საიდან მომაყოლე რა, კომენტარი უნდა მეთქვა, ეხლა უცბად კომენტარს ჩავაკუხებ, რომ მეტა რაში გადაყარი ამდენით ფულიო, თუ რაში ყრიო, თუ რაღაცა ეგეთი რა. მაგასვამ სურო კაპიკი არ დამრჩენოდა გეფიცებით, აი სამის არ ვიფიცებ ხოლმე სამიოს გეფიცებით, აი სურო ხურდები ამომეფხიკა და 20 ლარი შემესრულებენა და მეტი არ მქონოდა, ხო? მე მაინც ვიყიდდი იმ ფორმას, ისი არ წამოვიდოდი, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცოდი ნინოს ემოცია. ზუსტად ვიცოდი ნინოს ემოცია და ისიც ვიცოდი რა მოუვიდოდა და როგორი იმით შეხვდებოდა აღფრთოვანებით, მაგიტო დავდე ის ვიდეო, მაგიტო ვიდეო კი არა და ის მომენტი და შემოვშვი ვითომ ეს მეთქი ნინო მეთქი მიდი რა ვეშოლკა დამჩა მეთქი შენს კარადაზე თქო გადასაგდები და ბრეცილი ვეშოლკა მეთქი და მიდი გამომიტანე მეთქი და რო გაველი ეკუთხარი ტელეფონი უკვე დადებული მქონდა და რო შემოვიდა იმას ეგონა რომ მე მაგ ოთახში ვიდეოს ვლოგს ვიღებდი და ტელეფონი ბროლ დამრჩა ჩანს კიდევ ცოტა ტელეფონს შეხედა და მე მიტრიალდა და მე თქვენს ნახეთ ალბათ რაც მოხდა. ეხლა მე ამას შევეკითხები ამ ადამიანს. რა თანხა უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვანი? რა თანხა უნდა იყოს ყოფილიყო იმაზე აი რა ვიცი ძვირი, იმაზე ძვირფასი, რა რაოდენობა არ უნდა ყოფილიყო აი რა რაოდენობაც არ უნდა ყოფილიყო იმ ემოციაზე, იმ სიხარულზე რაც გუშინ მაგან მიიღო. და მაგან რომ მიიღო ის სიხარული, მე ასმაგად ვიიღე. მე ხო ის იმიტომ არ გამიკეთები, აი გეფიცებით ღმერთმა დამიფაროს, არასოდეს იმას არ გავაკეთებ, რომ წლები რო გავა ჩემმა შვილმა მადლობა მიხადოს ყოველ ფეხის გადადგმაზე, მადლობა დედა, მადლობა დედა, მადლობა. არა. ზოგადად არავინ არ უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ ვინმე მადლობა გადაგიხადოს. მე არ ვთხოვ ჩემ შვილებს მადლობა გადამიხადონ, მე არ მოვითხოვ არავისგან მადლობა გადავიხადონ. მე ვაკეთებ იმას, რასაც ვთვლი რომ მე ვარ მოვალე, ღმერთის წინაშე პირველ რიგში, შვილების წინაშე, ჩემი თავის წინაშე და ასე გავაგრძელებ. მე არაფერს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მადლობა გადამიხადონ და თუ არ გადამიხდიან, არ გავაკეთებ. ხო? ეგ არ არის. იმიტომ რომ გუშინ ნინოს ის სიხარულის ცრემლები ისე იტირა კიდე არ ჩანდა ვიდეოში ნინო რო ტირილი დაიწყო ჩახუტებისას. მე 10 წლის სიცოცხლე მომემატა. რა უნდა იყოს მაგაზე ძვირფასი, რა რაოდენობის თანხა უნდა იყოს იმაზე ძვირფასი, რაც გუშინ მე მივიღე. მე რო ვიცოდე ხა კიდე რამე უნდა მნიშვნელოვანი, რომელიც ასე გამოიწვევს ის ემოციას, აი ხლავე ბაზრობაზე გავიქცევი და ვიყიდი, იმიტომ რომ იმას ის ემოცია გამოვხატო. და არ ამგონია ისე დავიკარგო ცხოვრებაში. აი ისე რაღაცა მოხდეს, რომ ჩემ შვილებს ეს დავავიწყდეთ. არ ამგონია. მაგრამ მე მაინც არ გავაკეთებ იმისთვის, რომ გავიდეს დრო, ჟამი და ჩემო შვილმა მითხრას, რომ აი ამისთვის მადლობა, ამისთვის მადლობა, ამისთვის მადლობა, ამისთვის მადლობა. რატო არა უნდა იცოდნენ მადლობის თქმა, უნდა იცოდნენ დაფასება, მაგრამ მე არ უნდა მოვითხოვდე მათგან, მე ეს გაგიკეთეთ, ეხლა მადლობა მითხარით, მე ეს გაგიკეთეთ, ეხლა მადლობა მითხარით. ფიქრობ, რომ დაფასებას თვითონ ისწავლიან და მთელი გულით მინდა, რომ იგივე გაუკეთონ თავიანთ შვილებს. აი ეს რასაც იღებენ იმ ემოციას, ხო? იგივე განაცდებინონ თავიანთ შვილებს, რომ ჩვენ ეს რომ მივიღეთ, ეხლა ჩვენი დროა.
ჩვენი დროა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პირველ რიგში როგორც წეგან თქვი, ღმერთის წინაშე ვალდებულება გვაქვს, რომ შვილები აღზარდოთ, გავზარდოთ. მივცეთ ყველაფერი რისი მიცემად შეგვიძლია. აბსოლუტურად ყველაფერი ის, რისი მიცემად შეგვიძლია. თან მით უმეტეს ეს ჩემს შემთხვევაში მე ხარ ვამბობ რაღაცა ძვირფას და ძვირადღირებულს ითხოვენ და არც ითხოვენ. არასოდეს ამხელა გახდა იოანე. აი ნინო მიცის ხოლმე უფრო გაბედვა რომ აი ეს მინდა. არა ეს მინდა. ეს რა კარგი იქნება რომ მქონდეს, ან ეს რა მაგარი მქონდესაც არ ამბობს. აუ ეს რა კარგი იქნება. აუ ეს რა კაი რა და ამას რო ამბობს მე ვცდილობ რაღაცა ალტერნატივა მოვძებნო რომ რაღაცნაირად ის თუ არა შემცვლელი გავაკეთო, ხო? იმიტომ რომ ეს ემოცია მივიღო. მისი სიხარული მე გამიხარდეს. ნინომ უფრო იცის ეს. ივანემ და ბარბარემ ისე დაიზარდნენ, რომ აი უბრალოდ ხვდებოდი რომ უნდოდათ. უბრალოდ ვფიქრობდი რომ ალბათ ეს რაღაცა შეიძლება მათ უნდოდეთ და ასე ვყიდულობდი. რა ვეუბნები, გინდათ ეს ან რაღაცა ან ბევრჯერ რაღაცა ყოფილა რომ აი როდესაც ფული გვექნება აი ეს რო ვიყიდოთ და შეიძლება ეთქვათ რაღაცა ელემენტარულ ერთხელ ბროწეულზე თქვა რომელიღაცა ანუ ეგონათ რომ მოდი ჯერ საჭიროების ნივთების მიხედვით ფული და თუ დაგვრჩება მე ეს ვიყიდოთ არასოდეს არ მოუთხოვიათ მაგრამ იმას ხო არ ნიშნავს რადგან არ მოუთხოვიათ რადგან არ გქონიათ გამოხატულება ვიფიქრო რომ არ უნდათ მე მაგისთვის უკვე მადლობელი ვარ რომ არასოდეს თვეებიდან მოყოლებული ხა ჩაულებ მაღაზიაში შევდიოდი რაღაცა და არც ერთი ბავშვი არ გამშეკვია მაღაზიაში კიდე თუ არ ეს უნდა ვიყიდო არ ქონდათ ეგ ყველა ბავშვს სხვადასხვა ის არის რა თქმა უნდა და არც ერთს არ ქონდათ ეგ მომენტი არც ერთს არ ქონდათ ეგ ზნეჩვეულება რომ მასე მოქცეულიყვნენ შევიდოდით ყიდულობდით რაც საჭირო იყო და გამოვდიოდით არასოდეს მაგათ გამო მე მაღაზიაში არ გავჩერებულ ვარ და არ დამიწყია დღეს გიყიდი ხო არ გიყიდი და რაღაც მე უკვე მადლობელი ვარ ამის რომ ესეთები იყვნენ და არიან და ისე წრეში ტრიალებენ გუშინ წინაც გქონდა მე და ივანეს ერთ-ერთ თემაზე ლაპარაკი რომ ისე წრეში ტრიალებს კიდე რომ პირველ რიგში 100 თვალი და 100 ყური მაგას უყურებენ და ისიც კი უთხარი რომ შენ იმდენად მეტად დაკვირვების ქვეშ ხარ არა მარტო შენ კიდე შენი მეგობრები რომლებიც ტაძარში დადიხართ რომლებსაც ტიქარი გაცვიათ უფრო მეტად გიყურებენ თქვენ და გაფასებენ თქვენ და ხართ სასწორზე არც უნდა დაგიცდეთ ფეხი რომ პირველ რიგში ის რომ თქვენ ხართ მეორე რიგში რომ თქვენი ოჯახია და მესამე რიგში თქვენს უკან დგას მამაო რომელიც სახელიც არაფრით დიდებით არ უნდა შერწყვეს და ღმერთს მადლობა ისეთ წრეში ტრიალებენ რომ სახელიდან რო გადიან არასოდეს არ მაქვს დარდი რომ როდის მოვა რომელ საათზე მოვა ეგ მომენტი არ მქონია საათი ლიმიტი იცის არ მქონია ეხა რას აკეთებს არასდროს არ დამირეკია საათში 100 ჯერ უბრალოდ დაურეკავ აქ ხარ კი აქ ვარ არ დააგვიან არ აგვიანებს მოდის იქ დროს მე მაგის გამო არ მინერვიულია და ეხა მე ამ კომენტარის ავტორს მინდა ვკითხო რა საბოლოოდ რომ ამ ყველაფრის მერე რომელ ფულზეა ლაპარაკი რომელ ფულის რაოდენობაზეა ლაპარაკი მე აქეთ მათაც ღმერთს უხდი ამ ყველაფრით მადლობას რომ ესეთები არიან მე არ ტრიპაჩობ მე ვამაყობ ამით და თითქოს აი ჩემს ბედნიერებას მითი ბედნიერებით ანუ ჩემს მადლიერებას გამოვხატავ იმით რომ აი სიხარულის ცრემლი იყოს მათ თვალებს ეგ არის ჩემთვის მთავარი ეს
ჩემთვის სხვა თემაა რა, სხვა მომენტია, სხვა ემოცია, ეს მე ვიცი, ეს მათ იციან. რაც არ უნდა იყოს, მე ასე გავაგრძელებ ყოველთვის. მე გავაკეთებ, იმიტომ რომ მათ უხაროდეთ და მე მათი სიხარული მე მიხაროდეს და აქ რაოდენობა რა ღირს, რამდენი გავაფრიალე, რამდენი გამოვაფრიალე, კიდევაც მეტს გავაკეთებ. მე მაგათთვის მუშაობ. ჩემი ხელფასი ერთადერთი ჩემი ხელფასი არ მიდის არც გადასახადებს. არც პროდუქტის ყიდვაზე, არაფერზე, იშვიათად რომ რაღაცა ისაუქნა. მაგ ყველაფერში არის ლაშა. მე თუ რამე სკოლა, ცეკვას, რაღაცა რა ვიცი. რო ვცდილობ რომ რაღაცა მეკო, დაბადების დღეებია თუ რა არის, მე უფრო კრეატიულ მხარეში ვარ ჩართული. და ჩემი თანხა მაგაში მიდის, ასე რომ არასოდეს არ დამენანება მე ეს. ასე დაიმახსოვრე და დიდად აღარ შეწუხდი ამ კომენტარს.